ვხარობ, როდესაც ანგარიშის გასწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარ ყვევ. როდესაც გვიან საღამოს მესმის, რომ ვიღაცა კალივის გალავნიდან ეზოში ხდება, გულით კბილად ცქერას იწყებს. მაგრამ როცა ღამის სტუმარი მთხოვს, დეპეშა მოვიდა, ილოცე ამ ადამიანისათვის, მაშინ საკუთარ თავს ვეუბნები, აი რა ხდება. როგორ ჩანს ისევ არ გამიმართლა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიცოცხლე მომბეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი. მოდით, ვიხარებდეთ, რომ დღეს ჩვენს წინაშე ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვისაც მოწამეობა სურს, მას დიდი სასყიდელი ელის. წარსულს დროში იწყებოდა ომი, ადამიანი მიდიოდა მტერთან საბრძოლველად და თავისი მამულის, თავისი ხალხის დასაცავად. ამჟამად ბრძოლაში ვეპოვებით არა იმიტომ, რომ მამული დავიცვათ. ომში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ბარბაროსებს აღვდგეთ წინ, რათა მათ არ იმძლავრონ ჩვენს დებზე, არ შეურაცხყოფ ჩვენ ომს წარმართავთ არა ნაციონალური ინტერესებით, ან რაიმე იდეოლოგიისთვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს. ვინ ვისკენაა, ძალთა განლაგება აშკარაა. ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუ კი არ მიესალმებოდი გერმანელს. ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე. ასია თუ ისე ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა, წმინდანები კიდევ უფრო განიწმინდებიან, ხოლო უწმინდურნი კიდევ უფრო საძაგლნი შეიქმნებიან. მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექაქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი, არც მუსოლინი, არამედ ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება, ჯილდო ზეციური. ღმერთმან, ვითარცა ღმერთმან სახიერმა, წარმართოს ბოროტება სიკეთეთ. ამინ.